სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, დღეს ჩვენ ვიხსენებთ 9 აპრილის ტრაგედიას, იმ ღამეს და გვეუფლება წუხარების გრძნობაც, მაგრამ ამავე დროს სიხარულიც, ერთიანობის და ეროვნული სულის განცდის გამო, რომელიც გამოვლინდა იმ საოცარ დღეებში და დღესაც დადასტურდა, რომ ჩვენს ქვეყანაში და ერში უხვად არის ეს მუხტი და სული, რაც ვნახეთ ჩვენ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდგომ დღეებში. აი ჩვენ ახლა პანაშვიდში მოვიხსენიეთ, როგორც 9 აპრილს დაღუპული ადამიანების სულები, ასევე სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის სულიც. განსხვავებული იყო მათი ცხოვრება და მათი ღვაწლი და მათი აღსასრული. მაგრამ მისმა უწმინდესობამ მთელი სიცოცხლე მიუძღვნა ღვთისადმი, სამშობლოსადმი, ადამიანისადმი მსახურებას. და 9 აპრილს დაღუპული ჩვენი ძმები და დები გარდაიცვალნენ სამშობლოსთვის, თავი შესწირეს, თავი დასდეს სამშობლოსთვის. და აი დღეს ჩვენ ვფიქრობთ ამ დღის მნიშვნელობაზე, ჩვენს ქვეყანაზე, საქართველოს მომავალზე, მის დამოუკიდებლობაზე, თავისუფლებაზე. და ვფიქრობთ იმაზე, თუ რა დიდი წვლილი შეიტანეს, როგორც კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ, ისევე 9 აპრილს დაღუპულმა ჩვენმა ძმებმა და დებმა საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების საქმეში უდიდესი წვლილი შეიტანეს. მაგრამ დამოუკიდებლობის მოპოვებას სჭირდება შენარჩუნება და განვითარება. და ამისთვის არ არის საკმარისი მხოლოდ გარეგნული პირობები იყოს, რომ გქონდეს მხოლოდ პოლიტიკური დამოუკიდებლობა. ამისთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს მოქალაქეებს ჰქონდეს პიროვნული თავისუფლება მოპოვებული, როგორც შინაგანი თვისება. იმიტომ რომ ვიმეორებ, ეს თვისება თუ არ გვექნება ჩვენ, მხოლოდ გარეგნულად მოპოვებული თავისუფლება არ არის საკმარისი ჯერ. და უნდა გვესმოდეს, რა არის თავისუფლება ნამდვილი, რომელიც საწინდარი იქნება ჩვენი ქვეყნის გადარჩენის. რომ ეს არ არის მხოლოდ ის, რომ აკეთო, რაც მოგესურვება და რაც გინდა. არამედ ეს არის შეგეძლოს მართო შენი თავი. რომ აკეთო ის, რაც მართებულია და საჭიროა. და აი თუ არ იქნება აი ამ ჩვენში ამის გაგება, მხოლოდ ასეთი გარეგნული თავისუფლება საღვთო კანონისა და ზნეობრივი კანონის გარეშე, სახიფათო შეიძლება გახდეს და დამანგრეველი ადამიანის სულისთვისაც და ქვეყნისთვისაც. ასე რომ აი ძვირფასო ძმებო და დებო, თუ ჩვენ გსურს რომ შევინარჩუნოთ და განვავითაროთ ჩვენი თავისუფლება, პირველ რიგში უნდა სულიერად ვიშრომოთ, შევინანოთ, გამოვსწორდეთ, დავფიქრდეთ, თუ რა არის ჩვენს ხალხში ის მანკიერებები, ის ცოდვები, რომლებიც ჩვენ უნდა გამოვასწოროთ, იმისთვის რომ მოგვეცეს წყალობა ღვთისა და ვეღირსოთ ჩვენს გამთლიანებას და ქვეყნის გაძლიერებას. კიდევ ერთხელ მოვიხსენიოთ 9 აპრილს დაღუპული ჩვენი ძმები და დები, ღმერთმა აცხოვნოს მათი სულები და ღმერთმა დალოცოს, გაამთლიანოს და გადაარჩინოს საქართველო. ამინ. ჩვენთან არის ღმერთი.